ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მდებარე სტალინის ყოფილ სახლ-მუზეუმს ანგრევენ. ისტორიული ნაგებობის დემონტაჟი დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ხელოვანებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს ქვეყნის ისტორიის ნაწილია და მისი განადგურება არ შეიძლება. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენობის და მის წინ არსებული პარკის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. სახლის, სადაც იოსებ სტალინი 1901-1902 წლებში ცხოვრობდა, ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წელს გაასხვისა. ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ იგი საცხოვრებელი ბინის ასაგებად ლერმონტოვის ქუჩის 105 ნომერში მდებარე ობიექტთან ერთად 180,000 ლარად შეიძინა. აქ როგორც ნადგურდება უშუალოდ ძეგლი, ასევე ის პარკი, ესე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამწვანების ლანდშაფტურ წარმოადგენდა სკვერს. ფაქტიურად როგორც სამინისტრო ზონეზე, ასევე სააგენტო ზონეზე იყო მიმართული, რომ ეს შენობა ქცეულიყო ძეგლად, მაგრამ არანაირი, ესე ვთქვათ, ქმედება არ იქნა განხორციელებული ამისთვის. თავი შეიკავეს, სწორედ იმიტომ, რომ სტალინთან ასოცირდებოდა. ხო ხედავთ, ესე იგი, იმდენ წინააღმდეგობრივი ერთი მხრივ, რომ სტალინთან ასოცირებული არის ისტორიული ღირებულება მისი. და მეორე მხრივ ის, რომ აი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო რაღაცა ამან საფრთხე შეუქმნა ძეგლს. არა, იცით, თავი შეიკავეს და თქვეს, რომ თუ ეს იქნებოდა წარდგენილი აჭარის სააგენტოდან, მაშინ რაღაცნაირად ანუ იქნებოდა თვითმმართველობის რაღაც ამისი სურვილი და ნუ სამწუხაროდ ჩვენთან არავინ არ ზრუნავს ამაზე. აქ ბაკურის დანაშაული უბრალოდ არ შეიძლება, ეგ არის ადამიანი და რაღაცას როცა სადაც ხედავს საშუალებას, ცდილობს რომ რაღაც შემოსავალი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რომელმაც პირდაპირ ვთქვათ, ხელი შეუწყო და წაახალისა ამ ისტორიული შენობის კრევა და აი დღესაც ამ წუთასაც კი, როცა შეიძლება რაღაც ერთი სიტყვა, ერთი მითითება, თხოვნა შველოდეს ამ შენობის გადარჩენას მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დანგრეული არის, აი მაინც თავს იკავებენ.